მოსამართლემ პროევროპულ აქციებში მონაწილე 8 პირი ისევ წინასწარ პატიმრობაში დატოვა. მანამდე თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციებზე დაკავებული 8 პირის სასამართლო პროცესი სახაზინო ადვოკატების მონაწილეობით განახლდა, რასაც სასამართლოს დერეფანში ხმაური მოჰყვა. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც მანდატურებმა ფოიეში შეკრებილების სასამართლოს შენობიდან გაყვანა გადაწყვიტეს. დაკავებულების ახლობლები და მათი მხარდამჭერები ამბობენ, რომ მანდატურები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. თბილისის საქალაქო სასამართლოში პროევროპული აქციების დროს ჯგუფური ძალადობის საქმეებზე დაკავებულთა პროცესები, სადაც მოსამართლე მათი პატიმრობის საკითხზე უნდა იმსჯელოს, დილიდან ხმაურის ფონზე წარიმართა. საქალაქო სასამართლოში 8 პირის საქმის განხილვა გუშინდელის მსგავსად პატარა დარბაზში დაიწყო. სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად ადვოკატებმა და მხარდამჭერებმა დატოვეს. დარბაზიდან გაიყვანეს თავად დაკავებულებიც. ბრალდებულები და მათი ადვოკატები 2 საათის განმავლობაში დარბაზის შეცვლას ითხოვდნენ, რადგან მათი თქმით, მცირე დარბაზში, სადაც სხდომა მიმდინარეობდა, დამსწრეთა დიდი რაოდენობის გამო მუშაობა შეუძლებელი იყო. მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. აი ხა მეც ლაბარაკი მიჩის, იმიტომ რომ ჟანგბადი არ აქვს უნივერსიტეტო და შესაბამისად ვეცახვევი ჩემი კოლეგების და ჩემი დაცვის ყოფილი პირის მოწოდებას და შესაბამისად ჩვენ ვტოვებთ აღნიშნულ პროცესს გვერდ ღირსებას. ჩვენ ვტოვებთ ოპოზიცია დანარჩენია ჯგუფური ძალადობის საქმეზე დაკავებულების ადვოკატებმა ერთობლივი განცხადებით მიმართეს მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძეს და განუმარტეს, რომ ისინი ბრალდებულების დაცვაზე უარს არ ამბობენ და ბოიკოტს დარბაზის შეცვლის თანავე შეწყვეტენ. ჩვენ ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფების ინტერესების დაცვას რა თქმა უნდა ვაგრძელებთ. ეს იყო დროებითი ღონისძიება დღეის მდგომარეობით, რაც ფიზიკურად გამოწვეული იყო არა მარტო მათი ფიზიკურად არა ადამიანურ პირობებში ყოფნით, არამედ ჩვენთვისაც არასამუშაო პირობები იყო. ძალიან გულწრფელად უნდა ვთქვათ, რომ ფიზიკურად უჟანგბადობის გამო ჩვენთვისაც სამუშაო პირობები იყო აბსოლუტურად ხელყოფილი. შესაბამისად, ჩვენ ვაგრძელებთ ისევ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფების ინტერესების დაცვას, მაგრამ გავაგრძელებთ აუცილებლად ჯანსაღ პირობებში, სადაც სამუშაო გარემო გვექნება. აი ესეთ ვითარებაში იმ გადაწყვეტილების მიღება, რომ დარბაზი შეცვალოს, მხოლოდ ერთადერთი აზრი მიჩნდება, რომ მას უთხრეს, რომ დარბაზი არ უნდა შეცვალო და ის არის ამ ნათქვამის შემსრულებელი. ის არის იმ სპექტაკლის მონაწილე, სადაც მას ჰქონდა დღეს მოსამართლის როლი, ოღონდ რეჟისორმა უთხრა, რომ შენ არ უნდა შეცვალო სცენა. აი ამ პატარა დარბაზში უნდა ჩაატარო სხდომა და სხვა ვერაფერი ვერ გაბედა გარდა იმისა, რომ დამორჩილებოდა იმას, რაც უთხრა. დღევანდელი დღეს ჩვენ ყველა ადვოკატები მომსწრე გავხდით უპრეცედენტო გადაწყვეტილების, როდესაც მოსამართლემ დამოუკიდებლად ვერ შეცვალა დარბაზი. მეგობრებო, და სწორედ მის გადაწყვეტილებას არ აქვს არც რაციონალური, არც გონებრივი და მით უმეტეს არც არანაირი სამართლებრივი დასაბუთება. ჩვენ როგორც ჩემო კოლეგებმა თქვეს, რა თქმა უნდა, არ ვამბობთ უარს მონაწილეობა მივიღოთ პროცესში, უბრალოდ ჩვენ ვითხოვთ, რომ ბრალდებულებს და ადვოკატებს ადამიანური პირობები მოგოცა, რაც სავალდებულოა, რომ მოსამართლემ უზრუნველყოს თითოეული მონაწილის ადამიანური პირობების შექმნა და პატივისა და ფიზების დაცვა ამ პროცესის განმავლობაში. ხმაური იყო სასამართლოს დერეფანში, სადაც დაკავებული პირების ოჯახის წევრები და ახლობლები იმყოფებიან. დერეფანში ისმოდა შეძახილები მონებო და რუსებო.
ეს არ შეიძლება ეს იყო რომ არ შეიძლება ბავშვი გაგაცნოთ მე ცუდად გავს მას არ გვაძლევენ ჰერს არ გვაძლევენ ბაბუა ბიძები ჩამოსული ბიძაშვილები და დარბაზში არ უშვები არ შეიძლება ფასადადიანები არიან ცხოველები საერთოდ აკაცებენ სახში და მივალი მოსამართლეს კარებთან და დავჭირები უსინდისები აი კი არ გიხურებს ადამიანად დაჭირა მაგიდა და ზებოდა გადმოქადა როგორც მონა ესენი არიან მონები ბიძინას მონები ბიძინა რუსეთის მონა ესენი ბიძინას მონები რა სულ ყველა პოლიციელი აბსოლუტურად ყველა აღარაფერს განწყობა არ მაქვს ერთადერთი რისი იმედიც მაქვს აი ამათი ამ ახალგაზრდების ესენი მალე დამთავრდებიან იმიტომ რომ ამ ახალგაზრდებს ვერაფერს ვერ უზავენ ესენი ვერაფერს ვერც ჩვენ დედებს ეხლა ზუსტად ვიკითხავ ვინ არის მოსამართლე ვინ არის პროკურორი შევკრიბავ ყველა დედას პატიმრისას და იმათი სახლის კარებზე მივალ და იმათ შვილებს გავაგებინებ რანაირი მამები და რანაირი დედები ყავს ისინი ზუსტად ზღდიან მონობაში თავიანთ შვილებს და ის იმათი შვილები ჩვენი შვილებისნაირი ვერასოდეს ვერ იქნებიან ყველაზე ცუდი ის არის რომ ჩემი შვილი და სხვისი შვილი მოიტანს თავისუფლებას რითაც ვივლით რუსთაველზე თავისუფლად და ისინი ისარგებლებენ პროცესის დროს ერთ-ერთი დაკავებული ირაკლი მიმინოშვილი შეუძლოდ გახდა მას სასწრაფო სამედიცინო დახმარებაც დასჭირდა ადვოკატების თქმით ექიმის დასკვნითის ცუდად სწორედ უჰაერობის გამო გახდა რის გამოც დარბაზი უნდა შეეცვალათ ახალი გარემოების გათვალისწინებით რომ შექმნილი უჰაერობის გამო ადამიანები ცუდად ხდებიან სასწრაფო დახმარების გამოძახება საჭირო ხდება და აი ეს თუ რამე აჭიანურებს პროცესს ეს აჭიანურებს ხეთ რომ უჰაერობას უკავშირდება ბრალდებული ცუდად გახდომა დიახ რატომ აპერილებთ არასწორად რაც თქვა ბრალდებული რაც თქვა ბრალდებული მე როგორც ვკითხულობ უჟანგ ბარდოსის წევრია მე ვერ ამოვიკითხე ეს ირაკლი მიმინოშვილმა მოსამართლე ხუსკივაძეს რამდენჯერმე მიმართა და უთხრა რომ დარბაზში გაჩერება უჰაერობის გამო შეუძლებელი იყო მიუხედავად ამისა ხუსკივაძემ დარბაზი მაინც არ შეცვალა ხონდა მეკდება რომელიმე თქვენთაგანი პოლიტიკის კულტურის აქტივისტი შედარებით ჩვენთან ერთად და ნახავთ ფიზიკურად შეუძლებელია თუ არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი, თუ არ არსებობს სამართლებრივი არგუმენტი, რომ პატიმრობა ყოფილიყო გამოყენებული, მაგრამ ჩვენ ყველანი დავდექით იმ ფაქტისა და მოცემულობის წინაშე, რომ ეს პატიმრობა არის გამოყენებული, მაშ რა გახდა იმის წინაპირობა, იმის საფუძველი, რომ განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ უსაფუძვლოდ იურიდიული არგუმენტების და საფუძვლის არარსებობის პირობებში გამოიყენა პატიმრობა. ეს ქმნის ძალიან მაღალი ალბათობით ეჭვს იმის შესახებ, რომ მოსამართლე არ არის ობიექტური და მიუკერძოებელი ამ საქმეზე. და თავისუფლება კი არ გამართი პირიქით ესეთი თავისუფალი არასოდეს არ ყოფილა რომ მინდა იცოდეს უბრალოდ რა აი თავისუფლება მოვიპოვე რაღაცა თვითი მომეცნა ვიდროს რა ერთი რაღაცა მინდა გითხოთ ბატონო მოსამართლეს მოძღვაროთ უხართ ეს ადამიანს გეკითხებით მოძღვაროთ ვერ აქცევთ ამაზე პასუხს ეს პოზიციას ვისმე აცილებასთან დაკავშირებით თუ არა ყავს მოძღვარი მე გეჩვენებთ რომ ყავს მოძღვარი და მოინარიოთ ის სოდვა რაც ეს არის ბოლოდება რასაც თქვენ აგეთებთ ბატონო მოსამართლე ბოლოდება როდესაც ესეთ ახალგაზრდებს საქართველოს ხედავ მე ამაში და უსჯით რაღაცა არარსებულ დანაშაულზე საჟელს უჟით და მათ ცხოვრებას უზიარებთ